გრძნობთ დანაშაულის სერიოზულობას, ასეთი სათაური აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის ლენინელის 1962 წლის თებერვლის ნომერში დაბეჭდილ ტექსტს. გვიყვება თავად ერთ-ერთი დამნაშავე. მისი სიტყვებით ვიგებ თუ რა ჩაიდინეს ისეთი, რომ დაიმსახურეს გაზეთში საკუთარი სახელგვარების და ფოტოების გამოქვეყნებაც კი. როგორც ვკითხულობთ, ფოტოზე გამოსახული სტუდენტებიდან 3 შინაგან წესი იმით დაარღვია, რომ ინსტიტუტში პალტო გაუხდელი და ქუდმოუხდელი შევიდა, ხოლო თავად სიტყვების ავტორმა ის ჩაიდინა, რომ სტუდენტებს გამოელაპარაკა ისე, რომ არ მიუთითა მათ დანაშაულზე. გრძნობთ რა დანაშაულის მთელ სერიოზულობას, მომავალში ჩვენ თვითონ ვიქნებით ინსტიტუტის შინაგანი წესის პირველ დამცველებიო, ამ სიტყვებით ასრულებს სტუდენტი ამ ტექსტს. ლენინელის ნომრები სავსეა მსგავსი შემარცხვენელი სტატიებითა და ფოტოებით. ჯერ იბეჭდებოდა საერთო საცხოვრებლის ოთახებში გადაღებული ფოტოები, სპეციალური რეიდების დროს იღებდნენ და გაკიცხვის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო აულაგებელი საწოლი ან ინდივიდუალიზმის ისეთი გამოვლინებები, როგორიც არის კედელზე გაკრული პოსტერი. ასეთი გაკიცხვა ყოველთვის ირონიული ტონით ხდებოდა. მაგალითად, კითხულობთ, ოთახში მცხოვრებთ, ძალზე უჭირთ ტანსაცმლის მიტანა კარადამდე, ახლა ხომ სესიებია და ალბათ დროის ეკონომიას ეწევიანო. აი ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო შენი სტუდენტობა საბჭოთა კავშირის ნაირ რეპრესიულ რეჟიმში, რომ გეცხოვრა.